დილამშვიდობისა დღეს 30 ივნისია, დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. სოფიო კუჭავა და გეგი ნემსიწვერძე ვიქნებით თქვენთან ერთად, ყველა მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ, ჩვენ კი შევეცდებით, რომ საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. ახლა ვნახოთ საეკლესიო კალენდარი, ერთად შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 30 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე შალვა ახალციხელს, წმინდა მოწამეებს მანუელს, საბელს და ისმაილს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოწამე შალვა ახალციხელს იხსენიებს, თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდება წმინდა 9 ყრმა ყოლაელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე. მოძღვართან ერთად ასევე ვისაუბრებთ წმინდანობის მისიის, წმინდანობის ღვაწლის შესახებ. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის შესახებ ვისაუბრებს სტუმრებთან ერთად. ქრისტიანული ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი სალომე საბიაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი გეგიძე შემოგვერთდებიან. გალობის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები სამთავისისა და კასპის ეპარქიაში წმინდა ისიდორე სამთავნელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიაში მონაწილეობდნენ. სადღესასწაულო წირვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, გვაზავამ, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელთან, დათუაშვილთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის მსვლელობისას შემოგვერთდებიან გალობის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ეკატერინე ყაზარაშვილი და სტუდენტი მარიამ სეთურიძე. იტალიაში ქალაქ რომში ქართული სამრევლოს წერვებისგან შემდგარი თეატრალური დასი დაფუძნდა სახელწოდებით მარგალიტები. დასის პირველ წარმოდგენას ჩვენი თანაწამყვანი კახა მიქიაშვილი დაესწრო და გადაცემის დასკვნით ნაწილში კახა ჩაგვერთვება და დასისა და პირველი საქველმოქმედო სპექტაკლის შესახებ უფრო მეც შევიტყობთ მისგან. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი და ამინდის პროგნოზის შემდეგ მამა თომა ცეცხლაძესთან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
დავბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა წმინდა 9 ღრმა ყოველთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე. დილომშვიდობისა მამა თომა. დილომშვიდობის. გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღეს. მეც გილოცავთ თქვენს და სრულიად საქართველოსაც. დიდი მადლობა. გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს და დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის ასევე. უნდა ვისაუბროთ წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის შესახებ, რომ გავიხსენოთ და შევახსენოთ მაყურებელს თუ ვინ იყო ეს დიდი წმინდანი, როგორ გაიარა მისმა ცხოვრება. მადლობის თქვა მეც და მავისყდა მოლოცვაზე, მადლობა, ძალიან დიდი, რომ მომილოცით. ხო, შალვა ახალციხელის ცხოვრება არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამედროვე ადამიანისთვის გასააზრებლად. შეიძლება ისტორიულ რაკურსში ესე პირდაპირ არ შევიდეთ, მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვა ერთი რამ. დღეს 21 საუკუნეში თითოეულ ჩვენგან შეუძლია იყოს შალვა ახალციხელი. თითოეულ მაყურებელს, ვინც ახლა გვიყურებს, შეუძლია იყოს შალვა ახალციხელი. ოღონდ შეუძლია როგორ? არა იმით, რომ შალვა ახალციხელმა პირდაპირ გაგებით მოწამეობრივი ცხოვრება გამლო და მოწამეობრივად დაასრულა საკუთარი ამქვეყნიური ცხოვრება. არამედ იმ გაგებით, რომ მან იცხოვრა სამშობლოსთვის თავდადებულად. მან იცხოვრა ქრისტეს რწმენისადმი თავდადებულად და ერთგულად. მან იცხოვრა იმგვარად, რომ სამშობლო საქართველო და სამშობლო ზეციური, ანუ სათასასუფეველი გუწრფელად შეიყვარა და გუწრფელად ემსახურა როგორც ზეციურ სამშობლოს, ასევე ამ ქვეყნიურ სამშობლოს. ეს ჩვენ შეგვიძლია. ზოგჯერ, როდესაც თქვა შალვა ახალციხელის ცხოვრებას უყურებს ადამიანი, შეიძლება ასეთი ფიქრი გაუჩნდეს, რომ ის ხომ შალვა ახალციხელი იყო და ეს იმიტომ შეძლო. სინამდვილეში შალვა ახალციხელის მთელი სიდიადე იმაშია, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ჩვენნაირი. მაგრამ გულწრფელი სიყვარული ჰქონდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, უფლისადმი, მოყვასისადმი და სამშობლოსადმი. შალვა ახალციხელი დიდებული იყო, ხა ისტორიულ ჭრილში რო არ შევიდე. თავადი იყო, თანამდებობა ჰქონდა, კარგი მეომარი იყო, კარგი მებრძოლი იყო, მაგრამ იყო ძალიან თავდაბალი ამავე დროს. ის იყო ჭირში მომთმენი, როგორც ქრისტიანი. დიდებაში სიმდაბლის მომპოვებელი. არც ერთი შემთხვევა, რაც მე წავიკითხე შალვა ახალციხეზე, რაც მსმენია, არ მიუთითებს იმაზე, რომ ის ამაყი იყო. პირიქით, ბრძოლაში, შამქორის ბრძოლაში, როცა მან დროშა მოიპოვა ამირას გამოგზავნილი საჩუქრად, მისი ჯარისადმი დროშა ეს საკმაოდ დიდი ნადავლია. მინიმუმ ვამბობ, ამით ადამიანს შეიძლება დიდი სიამაყე შეძენოდა, მაგრამ ის ასე არ მოიქცა. წავიდა და მიუტანა მეფეს. თამარ მეფეს მიუტანა. და მე ერთობლივად დედა ღვთისმშობლის ხატს შესწირეს. რამხელა სიმდაბლეა ეს. ამით არ გაამაყებულა. უბრალოდ შეიძლება ეხა დღეს გადმოსახედიდან, დღევანდელი გადმოსახედიდან რაღაცნაირად ჩვეულებრივ ამბად ჩანდეს. მაგრამ მოდი აბა შევადაროთ დღევანდელ ცხოვრებაში იგივე მოცემულობით ადამიანისთვის რა შეიძლება იქნას წარმატებად ჩათვლილი. რა შეიძლება იქნას? წარმოიდგინეთ დღევანდელ ცხოვრებაში ადამიანმა არ ვიცი, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს, ვერც ვადარი. სამხედრო თვალსაზრისით არ ვამბობ, ემოციური თვალსაზრისით ვამბობ. და ის ამით რო არ გაამაყდეს. თავდაბლობის გარეშე შეუძლებელი. ნახეთ როგორ არის ამბავი. შალვა ახალციხელის ცხოვრებაში ისტორიულად მე ამას ვერ გავშლი, არ ვარ შესაბამისი ცოდნის მქონე და იმიტომ. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, როგორც ქრისტიანი სასულიერო პირი. შალვა ახალციხელის ცხოვრებაში მას ფონად, მის ყოველ ნაბის ფონად გასდევს თავდაბლობა. თუნდაც აი ბოლო პერიოდში, როდესაც შალვა ახალციხელი ტყვედ არის უკვე ჩავარდნილი და ადარბადაგანში მიწები აქვს აღებული, მიცემული უпростоრად ჯალალედინის მხრიდან და ფაქტიურად პატივშია აღყვანილი. და როდესაც მას ეუბნებიან, რომ შენ მოგცემთ უფრო დიდ პატივს, შენ მოგცემთ უფრო დიდ ძალაუფლებას, ბევრ ყმას, ბევრ მიწას, სიდიადეს, ოღონდ უარყავი რჯული ქრისტესი. შალვა ახალციხელის პასუხი რა არის? ვინც მე დამბადა იმ ღმერთს როგორ უარყო? ვინც სადა მიწა შექმნა, ვინც ყოვლიერება შექმნა, ის ღმერთი როგორ უარყო? მე მირჩევნია უმალვე ამ ქვეყანას პერიფრაზირება გამოვეთხოვო და ზეციურ ქვეყანაში განმაგრძო ცხოვრება. ვიდრე ამ ქვეყანაში დიდებულად ვიცხოვრო და ზეცაში დავკარგო ჩემი სამშობლო და ღმერთთან მყოფობა. შალვა ახალციხელი ესეთი პიროვნება. მისთვის გულწრფელი სიყვარული ღვთისადმი, სამშობლოსადმი და მოყვასისადმი უბრალოდ თეორია კი არა,
ცხოვრების ყოველდღიურობა. და ჩვენ რომ თქვი რომ შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს დღესაც ვიყოთ შალვა ახალციხელებითკო და მისი ცხოვრების მიმბაძვალებითკო, ტყუილი კი არ ვთქვი, მართლა ესია. მე შემიძლია ეს, თქვენ შეგიძლიათ, ყველას შეუძლია, აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია გულწრფელად შეიყვაროს ღმერთი, გულწრფელად შეიყვაროს მოყვასი, გულწრფელად შეიყვაროს სამშობლო და ემსახუროს როგორც ღმერთს, ასევე მოყვას და ასევე სამშობლოს. ამით თავის თავსაც პატივს მიაგებს სინამდვილეში ადამიანი, მოყვასაც და ერთსაც. ესე. დიახ, აი დღევანდელობასთან გავავლით მამათომა პარალელი. აი რამდენად შესაძლებლობაზე ბუნებრივია ისაუბრეთ, რომ შეგვიძლია ყველას რა ვხდეთ შალვა ახალციხელის შეძლების დარგვა, რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, ჩვენი ცხოვრების რიტმი რამდენად გვაძლევს ამის შესაძლებლობას, ეს არის ძალიან საინტერესო. თავმდაბლობა, თავგანწირვა, ეს რამდენად ზის დღევანდელ თანამედროვე ადამიანში, რამდენად შეგვიძლია რომ ამაზე ვისაუბროთ. დაიცა. ესე იგი ჩვენ გვინდა იმის თქმა, რომ თანამედროვე ცხოვრება, თანამედროვე რიტმი, თანამედროვე პრობლემები უფრო მეტია ვიდრე მაშინდელი. დღეს გამიჯერეთ რომ მაშინ ჯალალედინის პერიოდია ხა წარმოიდგინეთ ანუ 100,000 მოწამე რომ მყავს ერში ის პერიოდია ეს რამე სხვა ეპოქა კი არა დიახ რა ხმლით ედგა ადამიანის თავზე ხმლით იდგნენ და ეუბნებოდნენ ან ქრისტიან სიცოცხლე და ადამიანებმა იცოდნენ რომ ნამდვილი სიცოცხლე ქრისტე იყო და ისინი სიცოცხლეს ირჩევდნენ. იმათ უკვირდათ კი, მაგრამ ესენი სიცოცხლეს რატო არ ირჩევენ? რატო ამბობენ რომ ჩვენ სიცოცხლე არ გვინდა? ესე ფიქრობდნენ ალბათ ისინი. მაგრამ მათ არ იცოდნენ რომ ნამდვილი სიცოცხლე ქრისტეა, ნამდვილი სიცოცხლე ზუსტად ქრისტეშია და ქრისტიანები ზუსტად ნამდვილ სიცოცხლეს ირჩევდნენ. 100,000 მოწამე ვყავს ჩვენ ზუსტად იგივე პერიოდში, როცა შალვა ახალციხელი წმინდანი გახდა. დიახ. ეს მარტო შალვა ახალციხელობა კი არ იყო, მართლა ქრისტიანობა იყო. ეს ის ეპოქაა, როცა ადამიანებს მტერი, ვინც ყავდა სულიერი, ხორციელი, პირდაპირ და გახსნილად რომ მოდიოდნენ, უფრო მეტი აღქმა ჰქონდათ ალბათ ამ მტრის. დღეს პირდაპირ გეტყვით, რომ მტერი და მოყვარე ადამიანს ვეღარ გაურჩევია, ვეღარც სულიერად, ვეღარც ხორციელად. ეს დიდი პრობლემაა. ეს არის სწორედ თანამედროვეობის პრობლემა, მამათომა სწორედ ეს საკითხი. და რატომ? იმიტომ რომ იმ ეპოქაში ყველა კარგად იცოდა სახარება. ყველა კარგად სწავლობდა წმინდა წერილს. ღვთის სიტყვა კარგად იცოდნენ. ნათელი ქრისტეში მათში ცოცხალი იყო, ანათებდა. და შესაბამისად ეს ადამიანები ან ჩვენი დიდებული წინაპრები ნათლად ხედავდნენ განსხვავებას კარგსა და ცუდს შორის. მათ იცოდნენ ბავშვობიდან მოყოლებული, იზრდებოდნენ ქრისტიანულად. იცოდნენ წმინდა წერილი, იცოდნენ წინაპართა გზა, ის გზა, რომელმაც ჩვენ დღევანდელ დღემდე ქრისტიანობა მოგვიტანა. ეს იცოდნენ, ეს მათში ცოცხალი იყო. და შალვა ახალციხელი ისიც რატოა მართლა ძალიან დიდი? იმიტომ რომ მას შეეძლო თავისი ამქვეყნიური კარიერა, როგორც თქვა წმინდა გიორგის, უმაღლეს მწვერვალამდე აეყვანა. მაგრამ მან ჭეშმარიტი ღირებულება აირჩია. ის აირჩია, რაც საუკუნოა. ის აირჩია, რაც მარადიულია. აი ბოლო მომენტში, როდესაც შალვა ახალციხელი გააშიშვლეს და სუმთლად შიშველს ათრევდნენ და ამგვარად აწამებდნენ, შალვა ახალციხელი საოცარ რაღაცას ეუბნება საკუთარ თავს. მოითმინე შალვა. შენ არათუ ამ ტანსაცმლისგან განიძარცვები, არამედ იმ ხორციისგანაც განიძარცვები, რომელიც შენ სულს ღმერთთან აშორებს რაღაც ესეთი ფრაზა. ასევე საოცარ რაღაცას ამბობს უფრო მნიშვნელოვანს. შენ შალვა, როგორც მხედარი, როგორც მეომარი, როგორც დიდებული, ამ ქვეყნიურ მეფეებს და ამ ქვეყნიურ ბატონებს ემსახურებოდი და მათთვის წირავდი თავს. და ახლა მოგეცა საშუალება, რომ ნამდვილ მეუფეს, ზეციურ მამას მოემსახურო შენი რწმენით, შენი ღვაწლით და არ შედრკე და მართლა არ შემდგარა. ძალიან ადვილი იყო ალბათ ეხანელი გადმოსახედიდან ამ ყველაფერში გაძლება, მაგრამ ესე არ არის. შალვას კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი წელიწადი ჯალალედინმა მისცა ძალიან დიდი პატივი. როგორი მზაკვარი იყო ერთის შეხედვით, რომ შეხედოთ, სულიერი გაგებით, რომ ანუ გემო გაასინჯა თითქოს ამ ქვეყნიური დიდებისა. იმიტომ რომ იცოდა ჯალალედინმა როგორი მებრძოლი იყო, როგორი ვაჟკაცი იყო და ჭირდებოდა მას თავის არმიაში და ძალიან გაძლიერდებოდა ის, როგორც მებრძოლი, როგორც პოლიტიკოსი, თუ შალვა ახალციხელი მის მხარეს იქნებოდა რწმენითაც, საბრძოლო ბოლომდე შესაძლებლობებითაც.
და ამიტომ ერთი წლის განმავლობაში უბრალოდ დიდებაში და პატივში ცხოვრებისკენ მიბაძა. მაგრამ ნახეთ რა წერია შალვა ახალციხელის ცხოვრებაში, რომ შალვა ახალციხელიო არ იყენებდაო ამ დიდებასა და პატივს. ანუ ზოგიერთი ადამიანი ახლა ამხელა დიდების და პატივის მიღების შემდგომ შეიძლება ისე გაამაყდეს და ძალაუფლების გემო ისე შეცვალოს, რომ მერე რომ საქმეზე მიდგება და ეტყვიან, რომ ან დათმე ეხლა ეს, ან არ დათმე. ხო? შეიძლება ძალაუფლების გემო გაგებულმა ადამიანმა ის ძალაუფლება ირჩიოს, ვიდრე ამ ქვეყნის დატოვება და ქრისტეს წინაშე სუფთასული წარდგომა. ეს სხვათაშორის დღევანდელ დღესაც ძალიან დიდი პრობლემაა. ადამიანები ძალიან ადვილად იცვლებიან მაშინ, როდესაც რაღაც ძალაუფლების გემოს იგებენ. ეს ბოროტისგან მომდინარე სასტურია ხშირ. და შალვა ახალციხელზე მე თავიდან რა ვთქვი, მართლა ესია. ის უდიდესი წმინდანი, იმიტომაა რომ მას გულწრფელად უყვარდა ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. გულწრფელად უყვარდა. მას დიდება კი არ აინტერესებდა ამ ქვეყნიური. არამედ მას ღმერთთან მყოფობა აინტერესებდა. იმ ღმერთთან მყოფობა, რომელშიც იშვა მეორედ. ნახეთ, ჩვენ ხო ვამბობთ, რომ იესო ქრისტე არის მეორე ადამი. ხო ვამბობთ ასეთ რაღაცას. რატო არის იესო ქრისტე მეორე ადამი? იმიტომ რომ პირველი ადამიანისგან ჩვენ თუ გენეტიკურად აი ესეთი ბიოლოგიური ცხოვრება მივიღეთ და მემკვიდრეობთ, მათ შორის ცოდვაში, ადამიანის ცოდვა ყველა ადამიანშია, ხო? ქრისტე, რომელმაც მეორე ადამად იწოდება, რომელმაც ჩვენ გამოგვიხსნა, მოგცა დასაბამი ახალი გენეალოგიისა, სულიერად ქრისტეში შობისა, ანუ სიწმინდისა, ანუ განწმენდისა. და თითოეული ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანის შთამომავალი, ანუ ქრისტეს შთამომავალია ცხოვრებით, ყველა სიწმინდისთვისაა მოწოდებული. შალვა ახალციხელთან ერთად რამდენი ადამიანია წმინდანი ჩვენ არ ვიცით ბოლომდე. ის 100,000 ადამიანიც იმ პერიოდის წმინდანია და საქართველოს საქრისტიანოს რამდენი წმინდანი ყავს. და მე პირდაპირ გეტყვით, რომ ქრისტიანული გადმოსახედიდან თითოეული ჩვენგანის წმინდანი უნდა იყოს. წმინდანობა იმას კი არ ნიშნავს, რაღაცა განსაკუთრებული ფრთები ქონდეს ადამიანს ან ზეაღმატებული უნარები ქონდეს. წმინდანობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არ ნებდება, არ დანებდება. შეცდომა შეიძლება დაუშვას, მაგრამ ფარხმალს არ დაყრის. კვლავ განაგრძობს ღმერთისკენ სვლას, კვლავ განაგრძობს ღმერთთან ურთიერთობას სინანულით, თავდაბლობით და სიყვარულით. და ეს თითოეულმა ჩვენგანმა მართლა შეიძლება დღევანდელ ცხოვრებაში ჩვენს პრაქტიკად ვაქციოთ. ჩვენს ოჯახში ვიყოთ წმინდანები, ჩვენს უნივერსიტეტებში ვიყოთ წმინდანები, ჩვენ სამსახურებში ვიყოთ წმინდანები, მეგობრებთან ურთიერთობაში შეგვიძლია ვიყოთ წმინდანები. ჩვენ ყველგან შეგვიძლია წმინდანები ვიყოთ, სადაც ამას მოვინდომ. ოღონდ წმინდანობა კიდე ერთხელ ვამბობ, უშეცდომობას არ ნიშნავს. წმინდანობა ნიშნავს გულწრფელად შეყვარებას უფლისა, გულწრფელად შეყვარებას მოყვასისა, გულწრფელად შეყვარებას სამშობლოსი და ამგვარად თავდაბლად მერე სახურებითი ნაბიჯების გადადგმას უფლისადმი, მოყვასისადმი და სამშობლოსად. ეს იყო ქრისტეს გზა, ჩვენთვის ნასწავლები და ეს ქრისტეს გზა შალვა ახალციხელმა და იმ 100,000-მა მოწამემ და კიდე იმ უამრავმა ქართველმა ქრისტიანმა წმინდანმა თავისი ცხოვრებით დაადასტურა. და თუ მათ შეძლეს, თუ მათ გამოუვიდათ, ეს ჩვენ შეგვიძლია. ჩვენც გვაქვს იმის საშუალება, რომ წმინდანები ვიყოთ. ეს უფლის თხოვნა არის, პირდაპირ მოთხოვნაა, გაიხსენეთ ძველ აღთქმაშიც, ახალ აღთქმაშიც, ლევიტელთა წიგნში წერია, მერე პეტრესთან წერია პირველ ეპისტოლეში, პირველი თავი თუ სწორად მახსოვს. წმინდანი იყავით თქვენ, რადგან მე წმინდა ვარ, ამბობს უფალი. ასევე ამბობს სხვაგან, სრულნი იყავით თქვენ, როგორც ზეციერი მამა სრულყოფილი. და უფალმა განა ეს ტყილა გვითხრა? განა იმიტომ გვითხრა, რომ უბრალოდ აი ესე თქვა და დამთავრდა? არა. ეს იმიტომ გვითხრა, რომ მე თქვენ მაყურებელმა ეს გავიაზრო და ვთქვათ, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ სიწმინდისკენ. ნეტარებებში როგორ წერია? ნეტარი იყვნენ წმინდანი გულით რამით მათ ღმერთი იხილონ. სხვაგან ამბობს თუ არ ვწდები ებრაელთა ეპისტოლე არის, სადაც პავლე ამბობს, რომ ვინც არ იქნება წმინდანი გულით, ის ვერ იხილავს ღმერთს. ჩვენ ამისთვის ვართ შექმნილი. და წირვაზე რო ვართ, ლიტურგიაზე რო ვართ, ბოლო ნაწილში სანამ ზიარება დაიწყება, რა ხდება? მღვდელი როცა აღამაღლებს ტარიქს, რას ამბობს? წმინდა, წმინდად. ჩვენ ქრისტეს ვეზიარებით. ჩვენ უდიდეს სიწმინდეს ვეზიარებით და ამგვარად ჩვენ თავსაც გამიწმინდა. და ეს არასდროს არ უნდა დავივიწყოთ.
უნდა მკაფიოდ გავაკეთოთ არჩევანი, როგორც ჩალვამ გააკეთა. შალვა შეეძლო არჩევანი გაეკეთებინა და სხვანაირი გზა იქნებოდა მე მისი ხვედრი. შალვა შეეძლო ამ ქვეყნიური გადმოსახედიდან ძალიან დიდი პატივისთვის მიიღწია, მაგრამ ეს მისთვის გამარჯვება კი არა, დამარცხება იქნებოდა. ნამდვილი გამარჯვება მხოლოდ ქრისტეშია. ნამდვილი გამარჯვება მხოლოდ მაშინ დგება ადამიანის ცხოვრებაში, როცა ჩვენ მთელი ჩვენი არსებით, მთელი ჩვენი შინაგანი სამყაროთი ისევე ავირჩევთ უფლის, სამშობლოს და მოყვასის სიყვარულსა და მსახურებას, როგორც ეს შალვა ახალციხელმა გააკეთა. ძალიან მნიშვნელოვანი მამთომა რაც არის თავდაპირველად ალბათ ის რომ თავიდანვე სწორად აღზარდოთ მომავალი თაობა ჩვენი შვილები და თქვენ რაც ბრძანეთ სწორად ხომ ის რომ ქვეყნის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, უფლის სიყვარული, ენის პატივისცემა, ენის დაცვა, სამშობლოს მიწის ყველაფერი ეს რაც ჩვენთვის ღირებულია ხომ ეს ალბათ თავიდანვე საწყისშივე უნდა ჩაუდოთ ჩვენ შვილებს რომ შესაბამისად მე უკვე განავითარონ ეს თავიანთ თავში არ დაივიწყონ ის ისტორია თუ რის ხარჯზე ვართ დღეს მოსულები, არ დავიწყოთ ჩვენი წინაპრები, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი, რის ფასად მოიტანეს დღევანდელობა ჩვენამდე ის სიმდიდრე, რაც ჩვენ გაგვაჩნია ის რომ გვაქვს ქრისტიანები გვქვია დღევანდელ დღეს, ის რომ მეტყველებთ ქართულად, ის რომ ტაძრები არის ღია, ის რომ წირვა ლოცვა ქართულად ტარდება, იგალობება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით დღევანდელ დღეს შეიძლება ძალიან მარტივად ახსაქმელი იყოს, რომ კი ალბათ ასეც უნდა გაეკეთებინათ მათ, შეიძლება ვიღაცამ თქვას კიდევაც, მაგრამ სწორედ ეს არის არჩევანი, შეეძლოთ მათ რომ აერჩიათ ფუფუნება, შეეძლოთ უარი არ ეთქვათ თავიანთ სიმდიდრეზე, გაეგრძელებინათ ცხოვრება ძალიან კარგად ფუფუნებაში, ჰქონოდათ პატივი და ასე შემდეგ ეს ყველაფერი. მაგრამ არჩიეს ის რომ მომავალი თაობისთვის ეჩვენებინათ სწორი გზა რა არის და აღზრდილიყვნენ შესაბამისად. ალბათ საწყისი არის სწორედ აი ფესვებში და თუ ისტორია დაივიწყეს შესაბამისად ვერც მომავალს ვერ შექმნი და ვერც საწყო ვერ გაგრძელდება შესაბამისად. ასე. რას ურჩევთ მშობლებს? ერთადერთი მთავარი რამ რაც ჩვენ კარგად უნდა გავანალიზოთ არის ის რომ ცხოვრებაში არსებობს რაღაცები, მოდი მარტივად ვთქვათ რა, ფილოსოფიის გარეშე პირდაპირ. აი ახლა რომ ვიღაცამ გითხრას, რომ ამ ეს გააკეთე, რაღაც კონკრეტული, ყველასა აქვს ესეთი ცხოვრებაში, რომ აი რაღაცაზე სიცოცხლის ფასადაც კი არ წავა. აი რო უთხრან, რომ ამ ეს გააკეთე, ან მოკლავ და იტყვის, არა, მას არ გავაკეთებ, მომკალით თუ გინდა. ხო არსებობს ესეთი რაღაცები ჩვენ ცხოვრებაში. ხო არსებობს. აი ჩემთვის მაგალითად. ჩემთვის ესეთი რაღაცა არის ქრისტესთან ყოფობის უარყოფა. ქრისტიანისთვის მე ვისაც ვისწავლ ჩემს გარშემო რომ ისაუბრია მათთანაც მათთვისაც ეს არის თავი. ანუ სხვა რაღაც შეიძლება თქვა, გავაკეთოთ სიცოცხლის ფასი არ გადავიხადოთ. ერთადერთი რაშიც თამამად გადავიხდი სიცოცხლის ფასი, პირველი რაშიც თამამად გადავიხდი, ჩემთვისაც, ჩემი სამეგობროსთვისაც, დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც, ჩვენი მაყურებლისთვისაც არის რა? ქრისტესთან ყოფობის უარყოფა. აი ეს პრინციპი არის გადამწყვეტი ადამიანისთვის. ანუ რამდენად მზად ვარ მე ქრისტესთან ყოფობისთვის. რამდენად მეგობარი ვარ მისი, რამდენად ვიცნობ მას, რამდენად მინდა საერთოდ მასთან ყოფნა, ეს რამდენად ცოცხალია ჩემში, ესაა მთავარი. მარტო ცოდნა, ანუ ცოდნის ნაწილი გადამრჩენელი არ არის. აუცილებელია შინაგანი მიზანდასახულობა, ცოცხალი მიზანდასახულობა. ეშმაკმაც იცის ღმერთი, მაგრამ მიზანდასახული არ არის ღმერთთან ყოფობისთვის. ბევრმა ჭყალებში თეოლოგმაც შეიძლება იცოდეს ღმერთის შესახებ უფრო მეტი ვიდრე თქვათ ჩვენ. იმიტომ რომ ბევრი წიგნი წაიკითხა, ბევრი ისტორიული ცნობა აქვს, ბევრი განათლება მიიღო ჭყალებში ეს სიტყვაც ამ შემთხვევაში. მაგრამ თუ ღმერთის როგორც პიროვნებისადმი ტოლვა არ აქვს, თუ მისდამი სიყვარული არ აქვს, მისი ცოდნა ფუჭია. მისი ცოდნა უფასური. ძალიან კარგია, როდესაც ადამიანს ცოდნაც აქვს და ეს მიზანდასახულობაც, რომ ღმერთის წინაშე მართალი იყოს, ღმერთის მსგავსი გახდეს, წმინდა იყოს, ეს სურვილი თუ აქვს ადამიანს ძალიან კარგია, ცოდნა ამასთან ერთად. ამიტომ მე ესე ვიტყოდი მშობლებისთვის, ცოდნაც მისცენ საკუთარ შვილებს და პრაქტიკული მაგალითიც
თუ როგორი მიზანდასახულობით უნდა იცხოვროს ადამიანმა ცხოვრებაში. რა უფრო ფასეული უნდა იყოს შვილისთვის. შვილი ამას იცით როდის ნახავს? როცა მშობელს შეხედავს და მშობლის გადაწყვეტილებებს დააკვირდება და მშობლის გადაწყვეტილებებში ამოიკითხავს. შეიძლება ხშირად ჩვენ შვილებს სიტყვით რაღაცას ვეუბნებით, მაგრამ ეს იმდენად შედეგობრივი არ არის, რამდენადაც ჩვენი პრაქტიკული ცხოვრება. თქვათ შვილს რო უთხრა, შვილო სიგარეტის მოწევა ცუდია, თამბაქოს მოხმარება ცუდია, ეს რო უთხრა დღეში 10-ჯერ, მაგრამ თვითონ თუ მშობელი თამბაქოს მომხმარებელია, ის პრაქტიკა, რომ ის თამბაქოს მომხმარებელია, უფრო მეტ შედეგს გამოიღებს თან დამაზიანებელს, ვიდრე ის რომ ეუნება ამავე დროს, რომ ემის გაკეთება ცუდი. დიახ. ერთის მხრივ, რასაც შვილს ვეტყვით, ჩვენ თვითონვე უნდა ვიყოთ ამ ყველაფრის შემსრულებელი. თუ შვილს ვეუბნებით, რომ შვილო ეკლესიაში მიდი, მოძღვართან მიდი, აღსარება თქვი, ეზიარე, წმინდა წერილი წაიკითხე, ამის მაგალითს ჩვენც უნდა ვაძლევდეთ. ანუ ჩვენვე უნდა ვიყოთ მოწოდებულნი ამ სიწმინდისკენ. ჩვენვე უნდა გავაანალიზოთ, რომ ჩვენი ცხოვრების უმთავრესი დანიშნულება არის ის, რომ წმინდანი ვიყოთ. ზოგს წმინდანების ხედრი იცით როგორ გონია, რომ აი ხატზე არის ვიღაც დახატული, ეს არის განსაკუთრებული ადამიანი, რომელმაც რაღაც განსაკუთრებული გააკეთა და ამიტოა წმინდანი. შეცდომაა იქ ხედა. განსაკუთრებული კი ბატონო გააკეთა. მაგრამ ამ განსაკუთრებულში ხშირად ადამიანები თავისთვის მიუღწეველს გულისხმობენ. ანუ ეს იმან მიაღწია, თორე მე კი არ შემიძლია. და სინამდვილეში ვერც ერთი წმინდანი თავისი სიწმინდეს ვერ მიაღწევს. ყველაფერი ღვთისგანაა. ერთადერთი რამ მართებს ადამიანს, რომ დაუთმოს უფალს. დაუთმოს გული უფალს, დაუთმოს ცხოვრება უფალს, დაუთმოს გონება უფალს და მე მხნედ იყოს. იმიტომ რომ უფალმა ასე გვითხრა. დაუთმე გული შენი უფალსა, ხნე იყავი. და გაძლიერდი. აი რამდენადაც მე, რამდენადაც თქვენ, რამდენადაც ჩვენი მაყურებელი დაუთმობს უფალს, საკუთარ გულს, გონებას, სიტყვას, ცხოვრებას, იმდენად წმინდანი იქნება და იმდენად შეძლებს მერე ცოდვისაგან გამოსვლას და სიმხნით და სიძლიერით სასუფეველში შესვლას. ისევე როგორც ეს შალვა ახალციხელმა გააკეთა. შალვა ახალციხელი უთმობდა უფალს თავის გულს, თავის ცხოვრებას, თავის ფიქრს. და ამიტომაც ის წმინდანია. და არა იმიტომ, რომ მას ცოდვა არ ქონია, ან შეცდომა არ დაუშვია, ან ნებები არ ქონია, ჩვეულებრივი ადამიანი იყო როგორც ჩვენ. მაგრამ ის მებრძოლი იყო და მიზანი ჰქონდა სასუფეველში შესვლის. დიახ, მამა თომა დაახლოებით 2 წუთი გვაქვს დარჩენილი სასაუბრო დრო, თქვენ 8 წელზე ისაუბრეთ და როგორი უნდა იყოს ზოგადად ადამიანის ცხოვრება ეს განვიხილეთ მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. ერთგვარად რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და საუბარი, რას ნიშნავს, როგორ უნდა გავიგოთ კონკრეტულად ეს სიტყვები, წმინდანობის 8 წლი და წმინდანობის მისია, რას ნიშნავს და როგორი უნდა იყოს ზოგადად ადამიანის ცხოვრება, ის კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რაზეც უკვე ვისაუბრეთ ერთგვარი შეჯამების სახით ჩვენი შეხვედრის. თითოეული ჩვენგანი არის მონათლული, ხო ასეა? დიახ. თითოეული ჩვენგანი არის ქრისტეს ნათლის მატარებელი, ხო ასეა? არ ვართ? ნათელი ქრისტესი მიგვიღიეს. არ არის ასე? ქრისტე არის ნათელი თვითონ. და თანამედროვე გვეუბნება, რომ თქვენ ხართ ნათელნი ამას სოფლისან. ესე იგი ჩვენ გვმართებს ქრისტეს ნათლის გამავრცელებლები ვიყოთ ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი გულწრფელობით, ჩვენი სიყვარულით და თავდადებით. ეს არ უნდა დავივიწყოთ. უნდა ვიურთიერთოთ ქრისტესთან, უნდა შევიყვაროთ ქრისტე. უნდა დაუმეგობრდეთ მართლა ქრისტეს და სახარებას კარგად უნდა სწავლობდეთ. თავდაბლად. და არა სიამაყით უნდა უყურებდეთ სხვებს, ვინც თქვა ნაკლები ქრისტიანია, საერთოდ ქრისტიანი არა. სიყვარული გმართებს. სიყვარული. გულწრფელი ურთიერთობა ერთმანეთთან და ჩვენი პასუხისგებლობების და მოვალეობის კარგად გააზრება და უღალატობა, როგორც ღმერთისა, ასევე ერთმანეთისა და ასევე სამშობლოსი. დანარჩენი მე უკვე ღვთის წყალობით და ღვთის ნებით ჩვენი სიწმინდე და ჩვენი ცხოვრება და ჩვენი მისია ამ ყველაფერზე დაეფუძნება და ყველაფერი კარგად იქნება. თუ ეს არ არის წერანაც თქვით, მაშინ არც მისიას, არც მიზანს, არც წარმატებას ფასი უბრალოდ არ აქვს. ასე რომ ყველას უსურვებ, რომ ჭეშმარიტი მიზანი ქრისტეს ნათელთან ყოფნისა, მის გულში ცოცხალი ყოფილიყოს და ჭეშმარიტი ნათლის მატარებელი თვითონაც და სხვა ადამიანებიც ყოფილიყო. კიდევ ერთხელ გილოცავთ შალვა ახალციხელის ხსენების დღეს და დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და მიმშვიდობებით თომათომა. მადლობა. წმინდა ცხრაყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის ხუნდელმსახური დეკანოზი თომაც ესხლაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათია ერთად აღვალინოთ უფლისადებელი ლოცვა და შემდგომ უკვე გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. It's
გრძელდება ერთსოლოდნების დილა, შემოგვერთნენ სტუმრები თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის შესახებ ვისაუბრებთ მათთან ერთად. ქრისტიანული ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი სალომე საბიაშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი გეგიძე. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. რა თქმა უნდა ვისაუბროთ ფაკულტეტის შესახებ, ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ფაკულტეტი და მე უკვე რა თქმა უნდა ვისაუბროთ იმ განსხვავებაზე, თუ რა განსხვავებაა ტრადიციულ ფსიქოლოგიასა და ქრისტიანულ ფსიქოლოგიას შორის. თავდაპირველად დავწყოთ საუბარი ფაკულტეტის შესახებ. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებლებს. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ამ ფაკულტეტის შექმნის ისტორია, იმიტომ რომ თვითონ მისი უწმინდესობის ილია მეორის ლოცვა-კურთხევის და მისი ძალიან დიდი სურვილით შეიქმნა და დაარსდა ეს ფაკულტეტი. წლები არსებობს და საკმაოდ მოთხოვნადია წლების მანძილზე ინარჩუნებს მოკლედ ძალიან დიდ ინტერესს აბიტურიენტების მხრიდან. თავარი ალბათ საკვანძო და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ ფაკულტეტს აქვს და განასხვავებს ის თანამედროვე და კლასიკური ფსიქოლოგიისგან არის ის რომ წმინდა წყლის ფსიქოლოგიური საკითხები განიხილება ჩვენთან მართლმადიდებლური ქრისტიანული მსოფლმხედველობით, ანუ აი ამ ჭრილშია განხილული ეს ყველაფერი, ასევე წარმოადგენს ჩვენი ფაკულტეტი და ასევე თვითონ პროგრამა წარმოადგენს ორი ძალიან სერიოზული მნიშვნელოვანი მიმართულების სინთეზს, ანუ როგორც არის თეოლოგია და ფსიქოლოგია და აი ამ ორი მიმართულების სინთეზი ცალკე როგორც დისციპლინა ფსიქოლოგიას კიდევ უფრო მართებულ სახეს აძლევს, ვფიქრობ და მის რაობას და მნიშვნელობას კიდევ უფრო ნათლად გვანახებს. და რაც შეეხება თავად სწავლების პროცესს, თქვათ, ანუ რა სახელმძღვანელობით ხდება, როგორი პროგრამით ხდება ამ ყველაფრის შესწავლა და თავად სტუდენტების მხრიდან დაინტერესებაც ძალიან საინტერესო არის ზოგადად თუ რამდენად ინტერესდებიან ამ ფაკულტეტით და შემდგომ რა წარმოდგენითაც მოდიოდნენ, როგორ ხდება მათი ცვლილება და შეხედულების ჩამოყალიბება. ვინაიდან ჩვენი სასწავლებელი არის ავტორიზებული და შესაბამისად, ანუ ჩვენი პროგრამა არის აკრედიტირებული, ანუ ჩვენთან 4 წლიანი სწავლების შედეგად გაიცემა ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი და ისინი აგრძელებენ მეორე საფეხურზეც, ანუ ძალიან წარმატებით სწავლას. ჩვენი პროგრამა აგებულია ისე, რომ ანუ ზოგად საუნივერსიტეტო საგნებთან ერთად ისწავლება ის ძირითადი ფსიქოლოგიური საგნები, რომელიც აუცილებელია და წინაპირობას წარმოადგენს ფსიქოლოგიის ხარისხის მისაღებად, ხო? ასევე ისწავლება ის თეოლოგიური საგნებიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად რომ აი ამ ჭრილში, რაზეც ვისაუბრე, მართლმადიდებლური ჭრილში იქნას დანახული ფსიქოლოგია, როგორც დისციპლინა. აბარებენ, რა თქმა უნდა, იმ მოლოდინით, რომ საფუძველი მიიღონ ფსიქოლოგიის ძალიან მყარი და ამას ჩვენი პროგრამა ნამდვილად აძლევს და ასევე ჩვენი პროგრამაც ყოველწლიურად იხვეწება, რაც აი როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა შემიძლია ესე ცალსახად თქვა. სექტემბრიდან ჩაეშვება ახალი პროგრამაც. აი რა იგულისხმება ამ ახალ დაგანახლებული პროგრამაში? ყოველთვის ვანახავთ საერთოდ საკვალიფიკაციო ჩარჩოც, ანუ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიხედვითაც, ხო, მათი უშუალო შუამდგომლობითაც ძალიან კარგია, თუ ყოველ 6 თვეში ერთხელ ახლდება პროგრამა. ანუ ეს ნიშნავს, რომ პროგრამის ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელები და ზოგადად ადმინისტრაცია მუშაობს, რომ უფრო და უფრო მიუახლოვოს თანამედროვე სტანდარტებს პროგრამა და ზუსტად ამას ვახორციელებს მთელი კათედრა ფსიქოლოგიის, ამაზე ვართ ფოკუსირებულები, რომ ვუპასუხოთ აი იმ გამოწვევებს, რომელიც არის თანამედროვეობაში და უფრო მეტად ანუ კვლევით მიმართულებით ვიწყებთ მუშაობას, რომ ანუ კვლევაც ისევე კარგად და საფუძვლიანად შეისწავლონ ჩვენმა სტუდენტებმა, როგორც ზოგადად სხვა თეორიული საკითხები. დიახ. აი რატომ არის ყოველწლიურად აბიტურიენტებისთვის ასეთ საინტერესო ქრისტიანული ფსიქოლოგია, რა სიტყვით? მოგესალმებით დილამშვიდობისა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის, საკითხით დაინტერესებისათვის. რასაკვირველია, შეიძლება ითქვას, რომ
საქართველოში უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა გახლავთ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. ის რომ ზოგადად აკადემიაში არსებობს, მის წიაღში არსებობს ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ეს არის შეიძლება ითქვას ღვთის დიდი წყალობა, მისი უწმინდესობის დიდი ღვაწლი, ისტორიული კანონზომიერება და რასაკვირველია ამჟამინდელი რექტორის მამა გიორგი ზიადაძის ძალიან დიდი დამსახურება. ინტერესი ზოგადად ქრისტიანული ფსიქოლოგიისადმი ყოველთვის იყო საქართველოში დაინტერესება ამ კუთხით, ამ მიმართულებით და როგორც აღნიშნე, ეს არის დიდი კანონზომიერებაც, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მაშინ ვიდრე საერთოდ ფსიქოლოგია ცალკე დარგად განიხილებოდა, ჩამოყალიბდებოდა და ეს ჩამოყალიბება ფსიქოლოგიის ისტორიიდან ცნობილი არის თარიღი განსაზღვრული 1879 წელი, როდესაც ფუნტის ლაბორატორია შეიქმნა, ფსიქოლოგიური ექსპერიმენტული ლაბორატორია, მანამდე მას უსწრებდა 1858 წელს წმინდა გაბრიელ ქიქოძის მიერ გამოცემული ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები, ასე რომ ერთის მხრივ ეს არის ისტორიული კანონზომიერება და როგორც აღნიშნე, მისი უწმინდესობის ღვაწლი, მისი უწმინდესობის ინტერესი მრავალყოველთვის იყო ფსიქოლოგიის მიმართ, მე თავად აკადემიის კურსდამთავრებული გახლა და ფაკულტეტი, რომელიც ჩამოყალიბდა, თქვენი კითხვა პირდაპირ უკავშირდება, ასე ვთქვათ, ჩემს პასუხს იმდენად, რამდენადაც მეც ერთ-ერთი აბიტურიენტი გახდით, რომელიც დავინტერესდი და ჩემთვის განსაკუთრებით მომხიბვლელი და მიმზიდველი იყო ინტერდისციპლინური ესეთი კვლევები. საინტერესო არის ნამდვილად წელს ჩვენი საბაკალავრო ნაშრომების დაცვაც სწორედ ამ მიმართულებით წარიმართა და ერთ-ერთი რაც აი ამ მიმზიდველობას ანიჭებს ჩვენს ფაკულტეტს და ასე ვთქვათ, ინტერესს ზრდის აბიტურიენტების მხრიდან, ალბათ ეს არის ინტერდისციპლინარული კვლევები, ასევე ის, რომ ესასწავლებელი არის მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევის ქვეშ და მისი მზრუნველობის ქვეშ. გარდა ამისა, მუდმივად განიცდის პროგრამა, როგორც აღნიშნა ქალბატონმა სალომემ, განახლებას, ზრდას, განვითარებას და აკადემიაში არის ასევე უფასო სწავლება, რაც ასევე მიმზიდველს ხდის, რა თქმა უნდა. ასევე უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული სასულიერო აკადემიის მიერ გაცემული დიპლომები. ზოგადად პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციაზე ბუნებრივი არ არის საუბარი, იმიტომ რომ ხარისხზე არის მთლიანად სასწავლებელი ორიენტირებული და რასაკვირველია პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციაც არის უმნიშვნელოვანესი. ამავდროულად გაცვლითი პროგრამები, მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამებიც არსებობს აკადემიაში, რაც კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს ხდის აკადემიაში სწავლას და ზოგადად ის კეთილმეგობრული, კეთილგანწყობილი, მზრუნველი, ყურადღებიანი გარემო, რომელიც არის იქ და თუ კი ჩვენ ვისაუბრებთ მაგალითად ზოგადად სასწავლო პროცესზე, სასწავლო პროცესი შეიძლება დახასიათდეს როგორც მაღალ აკადემიური, დისციპლინური, დინამიური და ინტენსიური. აი რომელშიც არის ჩართული პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, რექტორი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიური ცხოვრება და რიტმი ალბათ, ხო? დიახ, ყოველდღიური ცხოვრება და რიტმია, ყველაფერი არის მისი უწმინდესობის ლოცვით ნაფერები. ეს მადლი იგრძნობა პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ურთიერთობის დროს და ასევე ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დროსაც. კეთილმეგობრული განწყობა არის, როგორც აღნიშნე და რა თქმა უნდა ეს ხელს უწყობს, ეს ამგვარი ატმოსფერო ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებას. და მხოლოდ აქ არის ალბათ ხომ შესაძლებელი სხვა სასწავლებელში თუ არის, რამდენად არის კონკრეტულად ეს ფაკულტეტი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ? არა, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სხვაგან როგორც ასეთი არ არის და რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტიანულ ფსიქოლოგიაზე, თქვენის ნებართვით აქვე გავმარტავ, როდესაც ჩვენ ვამბობთ ქრისტიანული ფსიქოლოგია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა დანარჩენი ფსიქოლოგია არაქრისტიანულია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხშირად არის ხოლმე ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ, ასეთი აღქმა, რომ დანარჩენი არაქრისტიანულია, არასაკვირველია არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანული ფსიქოლოგია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ შეიძლება ვუწოდოთ საერო ფსიქოლოგია, სეკულარული ფსიქოლოგია, ზოგად საერო ფსიქოლოგია და არავითარ შემთხვევაში ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მოღვაწე პედაგოგებს, მასწავლებლებს და ზოგადად სასულიერო აკადემიას
არ აქვს ის განცდა, რომ სხვა ფსიქოლოგია რომელიმე არაქრისტიანული არის. უბრალოდ ზოგადად საერო დიახ, რასაკვირველი ეს გახლავთ მიმართულება და აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგადად, როდესაც საუბარი არის საერო, სეკულარულ, ზოგად საერო ფსიქოლოგიაზე, ძირითადად ადამიანი განხილული არის როგორც ბიოფსიქო და სოციალური არსება. ქრისტიანულ ფსიქოლოგიაში შემოაქვს სულიერი ხედვა და გვთავაზობს განსხვავებულ მოდელს, რომ ადამიანი არის ბიოფსიქო-სოციალური და სულიერი არსება. გიორგი, თქვენ როგორც კურსდამთავრებული, რა თქმა უნდა, საინტერესოა თქვენი შეხედულება სასწავლებლის მიმართ, რა მოგცათ ამ სასწავლებელმა და როგორი განწყობით დაიწყეთ სწავლა და როგორ ჩამოყალიბდა შემდგომ უკვე თქვენი მსოფლმხედველობა და ზოგადად რა არის ის რისთვისაც თქვათ მოუწოდებთ თქვენს მეგობრებს რომ ჩააბარონ სასულიერო კი აბიტურიენტებს და სასულიერო აკადემიაში რომ ჩააბარონ და შემდგომ უკვე რას მიიღებენ აქედან, რას წაიღებენ. დილამშვიდობისა, მადლობა თემით დაინტერესებისთვის და დროის დათმობისთვის. ნამდვილად საინტერესო პროცესი იყო ის 4 წელი, რაც პირადად მე გამოვიდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში და მინდა ჩემი თემის ხელმძღვანელი და ჩემი თემის რეცენზენტიც აქვე არიან და საჯაროდ მადლობა მინდა გადავხად და ზოგადად მადლობით მინდა დავიწყო მისი უწმინდესობის მიმართ, რადგან ეს სასწავლებელი არსებობს და გვაქვს საშუალება მართლმადიდებელ ქრისტიანებს შევისწავლოთ ის დისციპლინა, რასაც ქვია ფსიქოლოგია, რასაც ქალბატონი სალომე და ქალბატონი ლანა საუბრობდა, რომ ჩვენი მთავარი ფუნდამენტი, რაზეც ვდგავართ, ისე ვთქვათ, ღირებული ქრისტიანული ფსიქოლოგიის, ეს არის თეოლოგიური საკითხები, ასევე ფილოსოფიაც ისწავლება მათ შორის, ისიც თეოლოგიურ საფუძველზე და მასზე დაყრდნობით პატრისტიკულ ძეგლებზე. საინტერესო ჭრილშია განხილული საერთოდ ფსიქოლოგია. წარმოიდგინეთ, როდესაც სწავლობ ისეთ დიდ ფსიქოლოგებს, როგორც არის ფროიდი, იუნგი და ამავე დროს ძველ აღთქმას და ახალ აღთქმას და აი ამ თვალსაზრისით უყურებ ყოველივე ამას, ეს უკვე კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია. რაც ყველაზე მეტად მახარებს მე ამ ფაკულტეტზე არის ის, რომ ხშირად გვეკითხებიან, რას ფიქრობ შენ? აი ეს სიტყვა, რას ფიქრობ შენ, სტუდენტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ლექციებზე ხშირად გვიკამათი აქვს, სწავლობთ კამათის კულტურასაც, არგუმენტების, კონტრარგუმენტების მოხმობას და ეს შემდეგ და მოგეხსენებათ ეს ყოველივე განაპირობებს პიროვნებაში კამათის კულტურას, აზრის პატივისცემას და ეს დღეს მოგეხსენებათ საკმაოდ ისეთია დეფიციტურია ესე ვთქვათ, რომ ვიღაცამ ერთი მეორის განსხვავებულ აზრის პატივისცე, კი განსხვავებულ აზრის პატივისცე და არ გეგონოს როგორც შენ ფიქრობ, მხოლოდ ისე არის სწორი, რომ სხვისი აზრიც გაითვალისწინო. რაც შემეხება მე საკმაოდ თამამად ვიტყოდი, გავიზარდე, იმიტომ რომ ვისწავლე საკუთარი თავის უკეთ დანახვა. პირველ რიგში ალბათ ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ საკუთარი თავი დაინახო, ამოიცნო ის ემოციები, რაც გამოძრავებს. ისწავლო მათი მართვა და ბერკეტი მექანიზმები, რითიც საკუთარ თავს აი რაღაც ისე რომ ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში აი ცხოველურად რომ აღარ გაგექცეს, აღვირი ამოსდო. აი ამ ყველაფრის მართვა სწავლობ ადამიანი და შემდეგ ჰარმონიულად ხარ საკუთარ თავთან, გარე სამყაროსთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. აი ემოციების მართვა და მათი ამოცნობა ვახსენე და დღეს ხედავთ, რომ აი სამწუხაროდ არის ესეთი უკონტროლო სტუდიებშიც კი მათ შორის და სხვაგან არ მინდა ყოველ მხრივ თქვა, რომ ადამიანები ვერ ითვალისწინებენ ერთმანეთის ემოციებს, ადამიანები ვერ ითვალისწინებენ ერთმანეთის განწყობებს და ჩვენ ზუსტად აი ამ ყველაფერს ვსწავლობთ. იმ ყველაფერთან ერთად, რაც ქალბატონმა სალომემ და ელენემ თქვა და გვეხმარება იმაში, რომ ვიყოთ პირველ რიგში განმეორდები საკუთარ თავთან ჰარმონიაში, რომ არ გქონდეს რაღაც ის დისბალანსი და ბუფერული ზონა, აი სხეულსა და სულს შორის. აი ბუფერულ ზონას ავსებს სწორედ ეს ფაკულტეტი და გარე სამყაროსთან და მეგობრებთან ეს არის. ბაკალავრის ხარისხის მინიჭების შემდეგ რამდენად აქვთ ზოგადად სურვილი შემდეგ კიდევ გააგრძელონ სხვა საფეხურზე იგივე სასწავლებელში სტუდენტებმა სწავლა და ასევე სწავლის დასრულების შემდეგ რამდენად აქვთ სურვილი და შესაძლებლობა ამავდროულად რომ გახდნენ იგივე პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები, თანამშრომლები სასულიერო აკადემიისა და სემინარიის. ხო, საინტერესო კითხვა, პირადად მე მეხება ეს კითხვა შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ამ კუთხით ჯერჯერობით არ გვაქვს მაგისტრატურა და ქალბატონი, მოკლედ მუშაობს, ესე ვთქვათ, მთელი
თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია სწორედ სტუდენტების მოთხოვნიდან გამომდინარე, რადგან ჩვენი მოთხოვნა იყო მათ შორის ჩვენი კურსისაც, რომ აი გთხოვთ იქნებ როგორმე დაემატოს მაგისტრატურა, რადგან იცით რა, სამწუხაროდ მცირედით აღნიშნავ და ვიტყვი იმას, რომ ბევრ უნივერსიტეტში ეს დისციპლინა ისწავლება სულიერებასთან საკმაოდ არათანხვედრი მიმართულებით, რაც მართლმადიდებლებს, რომლებსაც გვინდა რომ ჩვენ სწორედ სულიერებაზე დამყარებული სწავლა მივიღოთ, სამწუხაროდ აცდენილია ხშირად და შემდეგ აი რაც თქვი, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში აღარ ხარ, აი ეს დისბალანსი გაქვს მე სულიერ მოთხოვნილებებსა და ხორცელ მოთხოვნილებებს შორის ჩდება რაღაც გაუკუღმართება, რაც არავის მინდა დავაბრალო რაღაცა არასულიერი ცხოვრება ან რაღაც მოძღვრება, მაგრამ ფაქტია ის, რომ ჩვენ ხედავთ ამ გამოვლინებებს და აი ჩვენს სასწავლებელში თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ეს ფუფუნება გვაქვს. ამ მიმართულებით ფუფუნება არის და ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პედაგოგები მარტო არ გვასწავლიან, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიას. ისინი მაგალითები არიან თავისი ცხოვრებით და ზნეობრივი კი. აი ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ჭეშმარიტება შეიმეცნება ცხოვრების წესით და არა წიგნების კითხვით. და აი ეს მაგალითი არიან ჩვენი პედაგოგები, რომ პირადად გვანახებენ თავისი ცხოვრების ტემპით, რიტმით იმას თუ როგორები უნდა ვიყოთ და არა მარტო წიგნებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თავად სასწავლებელს, რამდენად შესაძლებელი არის, რომ შემდგომი საფეხურები განვითარდეს და თავისთავად თქვენ ამაზე შრომობთ და ფიქრობთ, რომ უფრო და უფრო წინ წავიდეს ამ კუთხით სასწავლებელი და მეტი შანსი მისცეთ უკვე სტუდენტებს. აი, როგორც ჩვენმა ძვირფასმა კურსდამთავრებელმა აღნიშნა, მოთხოვნა რადგან არის, რომ მართლაც იყოს მეორე საფეხური, ჩვენ ზუსტად მაგაზე ვიწყებთ მუშაობას და აუცილებლად იქნება სამაგისტრო პროგრამაც ამ მიმართულებით. რაც შეეხება ზოგადად მოთხოვნას უნდათ თუ არა დააგრძელებენ თუ არა შემდეგ საფეხურზე სწავლას, ნამდვილად აგრძელებენ, ნახევარზე მეტი კურსდამთავრებულების ნამდვილად აბარებს, წარმატებით აბარებენ გამოცდებს, როგორც ეროვნულს, ისე შიდა გამოცდებს და არ ჩამოუვარდებიან ნამდვილად სხვა უნივერსიტეტ დამთავრებულ ბაკალავრებს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და სიამაყით. ამის შესახებაც ვისაუბროთ. კი ბატონო, ეროვნულ გამოცდებზე ბარდება მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა და შემდეგ არის ჩვენთან შიდა გამოცდები, რომელიც სექტემბრის პირველი კვირა არის ხოლმე, პირველი 2 კვირა ეთმობა შიდა გამოცდებს, სადაც ბარდება კატეხიზმო, საქართველოს ისტორია და უცხო ენა. დიახ. აი ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ რომ მოუწოდოთ და უთხრათ აბიტურიენტებს, რატომ უნდა ჩააბარონ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და კონკრეტულად ქრისტიანულ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. დიახ. მადლობა. რასაკვირველია უბრალოდ ეს არის ჩემი მოსაზრება გულწრფელი დამოკიდებულება სასწავლებლისადმი, როგორც აღნიშნე მე თავადაც კურსდამთავრებული გახდით და მართლა ძალიან დიდი ბედნიერება არის, რომ კვლავ ვაგრძელებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას. მათაც ბუნებრივია დიდი ალბათობით ექნებათ ეს შესაძლებლობა, ანუ პროფესიული ზრდის განვითარების და ამავდროულად ეს არის გარემო, რომელიც ორიენტირებული არის ხარისხზე და შექმნილი არის ყველა ის პირობა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან სწავლას და განათლებას. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. თქვენ კი შეგახსენებთ სტუდიის სტუმრები გახდნენ ქრისტიანული ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი სალომე საბიაშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი გეგიძე. ვიდეო როლის შემდეგ დავბრუნდებით მომდევნო სტუმართან ერთად სტუდიაში.
დავბრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად გალობის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები სამთავისისა და კასპიის ეპარქიას სტუმრობდნენ. სტუდენტებმა წმინდა ისიდორე სამთავნელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მღვდელმთავრებმა აღავლინეს. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ გალობის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ყაზარაშვილი და სტუდენტი მარიამ სეთურიძე. მშვიდობისა. მადლობა მოგახსენებთ. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ რომ დაგვპატიჟეთ ამ საინტერესო საკითხზე სასაუბროთ. დაახლოებით ვუთხარით მოკლედ თუ რას შეეხებოდა ეს თქვენი ასე ვთქვათ მოგზაურობა, რომ ვუთხრათ მაყურებელს მეტი დეტალი ამ დღის მნიშვნელობის შესახებ, როგორ ჩაიარა ამ დღემ და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სახის შეხვედრები, მსგავსი სახის მოგზაურობა, ასე ვთქვათ, პედაგოგებისთვის, სტუდენტებისთვის, სამღვდელოებისთვის ზოგადად. მე ცოტა შორიდან დავიწყებ, რადგან ამ ამბავს რამდენიმე წლის ისტორია აქვს სამთავისისა და კასპიის ეპარქიაში, ჩვენ არაერთხელ ჩავსულვართ, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ 25 ივნისს ისიდორე სამთავნელის ხსენების დღეს ჩავედით და წინა წლებშიც მიყვავდა ხოლმე მეოთხე კურსის სტუდენტები და ეს იყო მათთვის შემაჯამებელი ერთგვარი გასვლითი პროექტი, სადაც ისინი ავლენდნენ სარეგენტო უნარ-ჩვევებს, რასაკვირველია საკუთარ პედაგოგებთან ერთად. თუმცა წელს ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ერთგვარი შემოქმედებითი პროექტის ფარგლებში, რომ პირველ კურსელები გაგვეყვანა. ეს პედაგოგები არიან ნინო ნანეიშვილი, ტატიანა მეგრელიძე, პირველი კურსის გოგონებთან და მე, ხოლო ვაჟებთან მუშაობენ გოჩა ბიძინაშვილი და მალხაზ ერქვანიძე. მოკლედ ჩვენ პირველი კურსის ფარგლებში სწავლობთ სხვადასხვა სამგალობლო სკოლის წირვის წესის საგალობლებს. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ქართლ-კახური სკოლის საგალობლებზე, მოვემზადეთ რასაკვირველია ამ ყველაფრისთვის, შევათანხმეთ მღვდელმთავართან, მეუფე ანდრიასთან, რასაკვირველია წავედით ჩვენი რექტორის არქიმანდრიტი იოანეს ლოცვა-კურთხევით, ასევე ავიღეთ ლოცვა-კურთხევა სამთავისის საკათედრო ტაძრის მოძღვრისგან, მამა გიორგი მურღულისგან, მოკლედ მოლოდინი იყო ძალიან დიდი, დახვედრა და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დღეს ჩატარდა არაერთი მსახურება გარდა წირვისა, რაც გამოარჩევდა ამ მსახურებას, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. და გეტყვით თუ რა მსახურებები იყო წირვასთან ერთად, ეს იყო ტრაპეზის განახლება, რომელიც საკმაოდ იშვიათი მსახურება არის, ასევე დიაკვნად გამორჩევა და ბერდიაკნის მღვდლად კურთხევა. წირვა კი დასრულდა საზეიმო ლიტანიობით, რომელშიც ყველა მღვდელმსახურები, მღვდელმთავრები, მოწვეული ღვთისმსახურები, ასე ვთქვათ, და მგალობლები მრევლთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას. მე გახლავართ სამთავისისა და კასპიის ეპარქიის მგალობელი, დაახლოებით 20 წლიანი სამგალობლო გამოცდილებით, მათ შორის სამთავისის საკათედრო ტაძარში და მსგავსი ხალხმრავლობა და მსგავსი საზეიმო განწყობა მე ჯერ იქ არ მინახავს და მიხარია რომ ჩვენი გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ამ დიდ მსვლელობაში და ამ დიდ ღვთისმსახურებაში იყო ჩართული და ესე გამოავლინა საკუთარი თავი დამერწმუნება ალბათ მარიამი რომ ყველა მღვდელმსახურებიც და მრევლიც ჩვენს ანუ არიშურებდა ჩვენ მიმართ კომპლიმენტებს და ყველა იყო ძალიან გახარებული ჩვენი სტუმრობით. მარიამ, თქვენ სიამოვნებით მოგისმენთ, თქვენს ის სამშნელობა ჰქონდა სწორედ თქვენს ვიზიტს კონკრეტულად საგალობლების შესრულებას, წირვაზე დასწრებას, ეს ყველაფერი როგორც აღინიშნა და ქალბატონმა ეკატერინემ ბრძანა, ადრე ვთქვათ, მხოლოდ მეოთხე კურსის სტუდენტებს შეეძლოთ და ახლა თქვენ მოგეცეთ შესაძლებლობა, რომ
თქვენ შეუერთდით ამ ყოველივეს და თქვენ გახდით ამ ყველაფრის წევრი, მოქმედი და ეს არის ძალიან საინტერესო თქვენში რა ემოციები გამოიწვია ამ ყველაფერმა და ყველაფერთან ერთად თავისთავად ეს პასუხისმგებლობაც არის. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენთვის. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვსწავლობდით ქართკახურის სკოლის, გელათის სკოლის საგალობლებს და ერთგვარი შეჯამებაც გამოგვივიდა ყველაფერი მცოდნის და პრაქტიკაში გამოყენება, რაც შევიძინეთ მთელი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენი პედაგოგების დამსახურებით და დახმარებით შევძელით რომ ჩაგვეტარებინა წირვა, მგონი კარგადაც გამოგვივიდა, როგორც ქალბატონმა ეკამახსენა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილება იყო, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ჯერ რა თქმა უნდა, რომ წირვა ჩაატარო, ამას დიდი ცოდნა სჭირდება და შემდეგ სამღვდელმთავრო წირვა, რაშიც ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ. და რა თქმა უნდა, შევიძინეთ ძალიან დიდი გამოცდილება, უფრო მეტად განვიმტკიცეთ ცოდნა და პრაქტიკაში ეს ყველაფერი მოგვეხმარება შემდეგ ასევე. დიახ, ეს გავსი შესაძლებლობა რამდენად ხშირია, არის თუ არა ყოველწლიური ან წელიწადში რამდენჯერმე? შეგვიძლია ამის შესახებაც ვისაუბროთ. ნახეთ როგორ არის დავუშვათ მომღერლებისთვის, რომელსაც ვამზადებთ ხომ გალობლებთან ერთად. შესაძლებლობა არის დიდი რომ სცენაზე წარადგინონ, ხო, საკუთარი შემოქმედება, საკუთარი ცოდნა და გალობასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს აი ტაძარი, ხო, ძირითადად სადაც ჩვენ ამ ჩვენი ცოდნის და პრაქტიკული უნარჩვევების გამოვლენის საშუალება გვეძლევა. რა თქმა უნდა, მთელი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ეს იყო პრაქტიკულად ბოლო შემაჯამებელი წირვა, თუმცა მანამდე იყო 26 მაისი, რომელსაც ტრადიციული სახე აქვს და ჩვენ მივდივართ მეუფე ესაიასთან ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ჩავდივართ ყოველთვის ამაღლების სახელობის ტაძარში. ასევე ახლა აკრედიტაციის მიღების შემდეგ ჩვენ უკვე თვითმმართველობა გვყავს, სტუდენტური თვითმმართველობა და ამის ფარგლებში გარკვეული აქტივობები ხორციელდება მათთან ერთად, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციის ფინანსური დახმარებით გალობის უნივერსიტეტის, ხოლო მეორე ნაწილი სასწავლო შემოქმედებითი ხასიათის აქტივობებია და ბოლო პერიოდში იყვნენ მარტყოფის ღვთაების მონასტერში, ასევე დიდი გასვლა იყო გარეჯის უდაბნოში, სადაც ასევე ღვთისმსახურება შესრულდა და ჩვენ მოკლედ როგორც საკონცერტო ცხოვრება გვაქვს აქტიური და სამეცნიერო, ასევე ასეთი პრაქტიკული საშემსრულებლო მიმართულებით საკმაოდ აქტიურად სექტემბრიდან მოყოლებული ძალიან აქტიური კალენდარი გვაქვს. გარდა იმისა, რომ ჩვენ გალობის უნივერსიტეტში ყავს ხოლმე მოწვეული სტუმრები, რომელიც საჯარო ლექციებს მართავენ ჩვენი სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ, ხშირად ეს შეხვედრები არის გახსნილი ტიპის და მადლობა გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და იმ ადამიანებს, ვინც კურირებს ამ ყველაფერს და ეს ჩვენი სტუდენტებისთვის და ჩვენთვის აკადემიური პერსონალისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პრაქტიკული მეცადინეობები ზოგადად უნივერსიტეტში რაც ხორციელდება და გარდა ამისა ის რომ გაქვთ საშუალება ეს გასვლით ღონისძიებებში თუ შეიძლება ასე უწოდოთ, მიიღოთ მონაწილეობა და აუცილებლად აღსანიშნავია ისიც რომ ეს ყველაფერი არ იქნებოდა სრულყოფილი თუ არა თეორიული ცოდნა თავისთავად და ამ კუთხითაც რომ გითხრათ მარიამ, როგორ ხდება სწავლება? გვაქვს ლექციები, რა თქმა უნდა, შემდეგ სემინარები, შემაჯამებლად ამ ცოდნის გამოცდები. ყოველი დღე ძალიან დატვირთულია, მინდა გითხრათ, დილიდან საღამომდე სულ ყოველ დღე გვაქვს სხვადასხვა ლექცია სიმღერის, გალობის, საკრავების და გარდა იმისა, რომ ჩვენი მასალა რაც გათვლილია, რაც უნდა ვიცოდეთ, ამის გარდა როგორც ქალბატონმა ეკამახსენა, ძალიან ბევრი აქტივობა გვაქვს კიდევ. სხვადასხვა წირვებზე დავდივართ, ასე ვთქვათ, ქალაქგარეთ, საჯარო ლექციები იმართება, გვაქვს ასევე მასტერკლასები, ვოკალის მასტერკლასები გქონდა მთელი წლის განმავლობაში, მოდიან ცნობილი ადამიანები და ყველანაირი საშუალება გვაქვს, რომ როგორც პროფესიონალები ასე გავიზარდოთ და ასევე როგორც პიროვნებები განვითარდეთ. მაგალითად, ბატონი ტარიელ ხარხილაური ყავდა ცოტა ხნის წინ და მასთან ერთი შეხვედრაც კი ძალიან ბევრის მომცემია სტუდენტებისთვის. ამიტომ დიდი მადლობა ჩვენ უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე. დიახ, გორისა და ატენის მიტროპოლიტის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ სტუდენტებს, ასევე სხვა სასულიერო პირების. როგორი იყო და როგორ ჩამოყალიბდა ეს ურთიერთობა სტუდენტებსა და მეუფეებს, ასევე სხვა სასულიერო პირებს შორის?
ნახეთ, გალობის უნივერსიტეტს უკვე არაერთი წლის შემოქმედებითი პრაქტიკა და ეს გასვლები და ისინი უკვე კარგად ვიცნობენ, ვერ ვიტყვი რომ ეს შეხვედრა პირველი იყო და რასაკვირველია მეუფე ანდრიას უპირველეს ყოვლისა, სადაც ჩვენ სტუმრად ჩავდიოდით, ქონდა მოლოდინი ჩვენი ჩაცვლის თაობაზე და რასაკვირველია ბოლოს ყველა დავგლოცა, მადლობა გადაგვიხადა, შემდეგ იყო ტრაპეზი, რომლის შემდეგაც აი ამ ერთი გასვლის ფარგლებში ჩვენ ასევე ქონდა დაგეგმილი ჩასვლა იქვე სამთავისის გვერდით მდებარე სოფელ ქვემოჭალაში, სადაც არის ძმები კარბელაშვილების, წმინდა ძმები კარბელაშვილების სახლკარი, ასევე საამილახრო ციხე დარბაზი, თავისი ტაძრით, კარის ეკლესიით, რომელიც არის ღვთისმშობლის სახელობის. მოვიარეთ კარბელაშვილების სახლკარი, მუზეუმის სტატუსი არ აქვს და ამიტომ ასე მოვიხსენიებ, სადაც იმღერეს, იგალობეს, გაეცნენ იმ პირად ნივთებს და იმ გარემოს ჩვენი სტუდენტები, სადაც ძმები კარბელაშვილები დაიბადნენ. შემდეგ გადმოვედით აი ამ საამილახრო ციხე ნაგებობაში, ტაძარში შესრულდა საგალობლები, მოვიარეთ, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და ვფიქრობ, რომ ეს დღე იყო ძალიან შთამბეჭდავი და არასოდეს დაავიწყდებათ ჩვენ სტუდენტებს. მივიღეთ ძალიან დიდი ლოცვა კურთხევა მეუფე ანდრიასგან და ჩვენ წინ გველოდება შემაჯამებელი კონცერტი 7 ივლისს 7 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, სადაც დასწრება ყველასთვის არის თავისუფალი. ჩვენი სტუდენტები მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ფინალური გამოცდების ბოლო დღეებია, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მეცადინეობენ, გუნდის ხელმძღვანელებთან ერთად, ანა ლოლაშვილი და სერგო ურუშაძე არიან გუნდის ხელმძღვანელები და ჩვენ ყველას ველოდებით. ყველა კურსის სტუდენტი არის ჩართული. ყველა არის ჩართული. ნახეთ, აქ არის შემოქმედებითი პროექტი, რომელიც უნდა წარმოადგინოს მეოთხე კურსის სტუდენტებმა, ზოგადად ეს ხდება. ეს ნომრებიც იქნება წარმოდგენილი კონცერტზე და ასევე გალობის უნივერსიტეტში უკვე არაერთი წელია ჩამოყალიბდა გოგონათა და ვაჟთა გუნდები, რომლებიც ესე ცალ-ცალკე ამზადებენ რეპერტუარს და იქნება ერთობლივი ნიმუშები. დიდი მზადება. დიდი მზადება. გაჩნდება რეპერტუარს როგორ მოხდა შერჩევა? რეპერტუარზე პედაგოგები მუშაობენ, ამაზე მე არ გავამახვილებ ყურადღებას და რასაკვირველია, ქალთა და ვაჟთა რეპერტუარი და არის ასევე სატრფიალო ესეთი სიმღერები, სადაც ქალ-ვაჟთა 7 ივლის 7 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის დაგემშვიდობებით. გალობის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ყაზარაშვილი და სტუდენტი მარიამ სეთურიძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. ჩვენ ახლა ჩვენი თანაწამყვანი კახა მიქიაშვილი შემოგვიერთდება, რომელიც იტალიაში იმყოფება, კერძოდ ქალაქ რომში, ქართულ სამრევლოში თეატრალური დასი დაფუძნდა სახელწოდებით მარგალიტები. დასის პირულ სათმელმოქმედო სპექტაკლს ესწრებოდა, რა თქმა უნდა, ბატონი კახა, ჩვენი თანაწამყვანი, რომელიც იტალიაში იმყოფება, როგორც აღნიშნეთ და სწორედ პირდაპირ ეთერში გვაქვს საშუალება ახლა რომ ჩაგვერთოს და უფრო მეტი შევიტყოთ მისგან. დილამშვიდობის კახა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს რომიდან. რაჯობს რომში ყოფნას ალბათ არ მეგულება მსოფლიოში ადამიანი, რომ ვინც ერთხელ ნამყოფია, კიდე არ უნდა ან არ უცნებობდეს. თუმცა, რის გამოც მე ვარ ახლა რომში, ეს კიდე გარკვეული პასუხისმგებლობა და სასიხარულოა, ვინაიდან თეატრი დაფუძნდა და დააფუძნეს ემიგრანტებმა, სამოყვარულო თეატრი მარგალიტები და მე მაქვს პატივი და ძალიან მოხარული ვარ, რომ მათივე მოწვევით ვესწრევი. აი აქ ჩემს უკან არის ქართული ტაძარი, ჩვენი სამრევლოს ტაძარი და აქ ხდება ხოლმე თავშეყრა ბევრი ქართველის და სწორედ ამ სამრევლოსთან არის გაერთიანებული ეს თეატრიც, მამა იოანეს წინამძღოლობით, მეუფე აბრაამის კურთხევით ხადია. და აქვე უნდა ვთქვა, რომ შორიდან სხვანაირად ჩანს ხოლმე ემიგრაცია და ისეთ კარგად ვერ შეგძნებთ, როცა აქ ხარ და აქვე ვიტყვი, რომ ეს არის მართლა ფასდაუდებული შრომა, ალბათ ლალის და ყველასი, ვინც იღებს მონაწილეობას ამ სპექტაკლში, იმიტომ რომ ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობენ, მუშაობენ, აი წვალობენ პირდაპირ ვიტყვი, არ მომერიდება ამ სიტყვის ხმარების და მიუხედავად ამისა, ძალიან ინარჩუნებენ ქართულ სულს. ერთიანდებიან ტაძარში, ეს არის გალობა, ცეკვა, სიმღერა და ახლა უკვე თეატრი და ამიტომ ძალიან სასიხარულოა, გუშინ გაიმართა სპექტაკლი. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი და მოკლედ მე მალე დაგიბრუნდები თბილისში და სრულ სიუჯეტს შევთავაზეთ მაყურებელს ამ ძალიან კეთილი, მნიშვნელოვანი და ქართული საქმისა. დროებით. დროებით კახა. შესანიშნავი ამინდია რომში, ჩვენგან განსხვავებით ხომ სამწუხაროდ. წარმატებები მინდა უსურვოთ დას.
სოფიურ ბუჭავა და გეგინებს ძვერდზე მუშაობდით თქვენთვის დღევანდელ გადაცემაში მშვიდობიან და ბედნიერ დღესდღეობით. ნახვამდის.